ოკუპირებულ ტერიტორიასთან მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომა დახურულია შეხვედრას იმ არასამთავრობოთა კოალიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე უკვე რამდენიმე თვეა კომისიასთან ერთად მუშაობენ. მირიან გორგოძე ისაუბრებს პარლამენტიდან. მირიან, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სოფელ დიდსა და დვანში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად, რას ამბობენ დეპუტატები? სწორედ ამ საკითხებზე შედგა მსჯელობა დღეს საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სხდომა გაიმართა საქართველოს პარლამენტში, ასევე გუშინაც კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა ცხინვალის რეგიონთან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა განიხილეს, ასევე კომისიის დღევანდელ სხდომაში მონაწილეობა მიიღეს იმ არასამთავრობოთა კოალიციის წარმომადგენლებმა, რომელიც როგორც აღინიშნა უკვე რამდენიმე თვეა ამ საკითხების ირგვლივ კომისიის წევრებთან ერთად მუშაობენ. ამ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები იმყოფებოდნენ ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა მდებარე სოფლებში, გაეცდნენ იქ არსებულ სიტუაციას და შესაბამისად ამ სიტუაციის გაცნობა კიდევ ერთხელ მოხდა დღევანდელ სხდომაზე, რაც შეეხება საკითხის მნიშვნელობას, იმის გამო, რომ მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხია. კომისიის სხდომა დახურულ ფორმატში წარიმართა, რაც შეეხება კომენტარებს, წინასწარ გაკეთებულ კომენტარებში კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეს კომისიის სხდომების ჩატარება სწორედ ემსახურება იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც ეხლა მრავლად არის კონფლიქტის ზონაში. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშაოს კონკრეტული გეგმა ოკუპაციის ხაზის გავლების შემთხვევაში წარმოშული პრობლემების გადაწყვეტა როგორ უნდა მოხდეს და საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა ამ ოკუპაციის გაგრძელების შემთხვევაში რა ღონისძიებებს მიიღებს საერთაშორისო დონეზე. ჩვენ გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები, რომელმაც უფრო მოქნილი უნდა გახადოს ის პრობლემები, რაც დღეს მდგომარეობით აწუხებს ორივე ამ მიმართულებით მოსახლეობას, როგორც ადმინისტრაციულ საკითხებს, ისე იმ მხარეს და ჯერა რომ ფაქტობრივად საპარლამენტო კომიტეტი ისე როგორც აღმოსავლეთ ხელისუფლება გაითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და წამოსულ ამხედრებს, ახორციელებს გარკვეულ პროექტებს ქართულ საზოგადოებასთან, ოსურ საზოგადოებასთან და აფხაზურ საზოგადოებასთან ერთად. კავკასიური პროექტებიც აქვს. გარდა ამისა, ჩვენი თხოვნით ეხლა ხანს იმყოფებოდნენ პერევის მინდამოებში. გამყოფი ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებაზეც მოგვახსენებენ. რაც შეეხება დღევანდელ პლენარულ სხდომას, რომელიც რამდენიმე წუთში გაიმართება, სხვადასხვა ტიპის კანონპროექტები არის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განსახილველი. ერთ-ერთი კანონპროექტია მაგალითად მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. აღსანიშნავია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატები მესამე მოსმენით უკვე საბოლოოდ განიხილავენ. ეს არის კანონპროექტის უკვე შეჯერებული ვარიანტი, რომელიც ყველა მხარესთან არის შეჯერებული და ადვილი სავარაუდოა, რომ როგორც პირველ და მეორე შემთხვევაში მოხდა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ უკვე კენჭი ეყრება ამ კანონპროექტზე, საბოლოოდ დამტკიცდება კიდევ რა კანონპროექტები, რომელი კანონპროექტები იქნება დღევანდელ სხდომაზე განსახილველი, ეს უფრო ზუსტად ბიუროს სხდომაზე დაზუსტება, რომელიც სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს. მაუწყებლობის შესახებ კანონს განვიხილავთ დღეს, ასევე კოოპერატივების შესახებ კანონს და შესაბამისად გრძელდება შრომის კოდექსის განხილვა. იცით, რომ გარკვეული მუხლები, რომელიც ეხება შრომის ხელშეკრულების ვადებს, ასევე პროფკავშირებს, ასევე ზეგანაკვეთურ სამუშაო დროს გარკვეული მუხლები იქნა დაბრუნებული ხელახლა განსახილველად და მეორე და მესამე მოსმენით ერთად იქნება კენჭისყრა, ასე ვთქვათ, მთლიანად კოდექსთან დაკავშირებით ამ მუხლების ჩათვლით. საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა დღეს საქართველოს პარლამენტში რამდენიმე წუთში დაიწყება. პარლამენტიდან ეს იყო მირიან გორგოძე.